დავიწყოთ. ეხლა მე ვიწყებ, მიხეილ. მაგრამ დაწყებით მაინც დამაწყებინე, ანუ არაფერს არ მეუბნები და მოგესალმებით. დაიწყო. წერთ დისკუსიების შემდეგ ვიდეოს. მიშა მარიცის საერთოდ რაზე არის საუბარი და რაზე იქნება ეს ვიდეო. ანუ ერთხელ მეგონა რომ კარგი და ეხლა ჩვევაში გადავიდა, მოკლედ როგორც ჩანს, ჩემი არაინფორმირებულობა და ცოტა ნაწყენი ველოდები. რას იზავს ბატონი გიორგი ჩუმათვარ. გავერთოთ. მაგრამ მიახლოებით ხვდები ალბათ. წერავ თქვი იმედია წყლის პისტოლეტი არ არის მაგში და მართლა ვერ ხვდები όμως თუ შენ ფიქრობ რომ უნდა მივხვდე მე ვერ ხვდები ხა 5 ჩანს ლუკა 5 ჩანს 5 უნდა იყოს აჰა მიხეილ ვაშე გენაცვალე ბატონო მენაზ განყუთო გვექნება მაინც განყუთო გვექნება განყუთო გვექნება და როცა დაგჭირდება კარგი ამით ანუ გებატო ჩემ პერიოდი რო იქნება მე ამით გავჭირე მოცა მეატრიალე რაღაცნაირად აჰა ესე იგი კაი ჩემი და თუ არის ჩემი კაი დავიწყოთ და არა თქვენი ნუ მასწავლეთ ჩემ დათოს დათოს მე ნუ მასწავლით რა ჩემი დათო არის ჩემი დათო და არა თქვენი რა ბოლოს და ბოლოს შეიგნეთ ეს კაცო დავიწყე მიხეილ კაი ჩინურ დანებზე მინდა რომ ვისაუბროთ ამ ვიდეოში და რაღაცა ჩინურ დანები ცოტათი მაწუხებს მე რომ იმდენად არაფასებენ, რამდენადაც ეკუთვნიან და ემსახურებენ და ერთ-ერთი ბრენდი არის აქ წარმოდგენილი და მე სიმართლე გითხრა ამ ბრენდზე არ მოვზადებული ვარ დიდად და მგონია რომ შენ მიუხედავად იმისა რომ არ იცი რა არის ეს, ბევრად მეტი გეცოდინება. რიჩარდ უიცი? არა. დიზაინერი? არა, მფლობელი. ხელოსანი. რიძე, მეორე. რაიკი. არის. რაიკი. რაიკის დანები ჩამოვიდა მიხეილ. კაი ხანი ველოდებოდით. რაიკი შემოგვაქვს და მე ვფიქრობ, რომ რაიქს ეკუთვნის ყურადღება იმისა, რომ ერთი ვიდეო ჩავწეროთ და პლუს იქნებ შევცვალოთ ხედვა, რომ ჩინური დანები არ არის ჩინური დანები. კი ბატონო, ის ჩინური და არის სხვა ჩინური დანები. ეგ ძალიან სხვა დონე არის კიდე იმ ჩინურ დანებში და კაი, მოდი ახლა გადავდეთ მიხეილ ამ ყუთს და მე შევარჩევ ნენელა რომ ამოვიღო ხოლმე. შენგან გავიგე მე რომ სანამ ეს შემოტანი გავხდებოდი, რაიქს აქვს იაფიანი ხაზი, კეტუო. და მოდი დავიწყოთ კეტუო თიმაში. და იყოს კეტუო ტელსონი. მიდი. აბა ხელები და მაგარი უკვე ისეთი მიმზიდველი რაღაცეები წერია გარედან რომ გავერთოთ. აბა ნახოთ რა ის ცირკონიუმიო. მე შემდეგ შევარჩევ მანამდე. აბა მოიცა ჯერ ყუთი ვნახოთ, ესე იგი ეგ ჩანთით იყო ეგ კონკრეტულად. ჩანთა გვაქვს, კი ბატონო, ბრენდირებული საწმენდი და ესეთ ცელოფანში გვაქვს დანა. ეს არის რაიკის შედარებით ბიუჯეტური ქვებრენდი, კეტუო და აბატონო საწმენდი მინდა. იმიტომ რომ ქარხნულად აქვს ზეთი და მე წეღან მქონდა საწმენდი საშუალებები. კი ბატონო, საფოხის საშუალება და ესე იგი ტელსონი მოდელი, რომელსაც ესეთი ცირკონიუმის ჩანართი აქვს ტიტანში. რატო შევარჩიე ეს მოდელი? ახლა სხვა ბევრი ჩამოვიდა კიდე, მაგრამ ნუ შევარჩიე. ცირკონიუმის გამო მიხეილ ცირკონიუმი უცხო არის. ჩემი აზრით შედარებით მაინც რაღაცა უცხოა ძვირია. უკვე ჭირს ეგ ფაქტი არის, რომ ცირკონიუმის შოვნა პატარა კი არა, custom knife maker-ებს უჭირს. ხო. იმიტომ რომ დიდი კომპანიები, როგორც არის რაიკი, რიტი, ეთყობა ყიდულობენ ოპტამ უხეშად რო თქვა და პრობლემა აქვს უკვე მოთხოვნა იზრდება. მე მგონია რომ წარმოებაც გაიზრდება და ეგ პრობლემაც მოგვარდება. ცირკონიუმი არის მოკლედ ტიტანიუმის მსგავსი თვისებები აქვს უჯანგაობის მხრივად, სიძლიერის მხრივად და როგორც წავიკითხე სამედიცინო სფეროში აქტიურად გამოიყენება, იმიტომ რომ ტიტანზე უკეთესი თვისებები აღმოაჩნდა. არ ვიცი რამდენად სწორად ვიტყვი ეს ბაქტერიების თქვათ თან როგორ ვთქვა ურთიერთობის თუ ხო ანუ ბაქტერიები მოკლედ მიზედაპირზე უფრო უჭირთ გაძლება და ასე ვთქვათ ეგრე იყოს. ხო ეხლა რაც შეეხება ტელსონს თვითონ ერთ რაღაცას მაინც ხედავ მე პრობლემას ჩინელებთან და ეს არის არათვითმყოფადი დიზაინები. თუ ფუტურისტულ დიზაინებში აკეთებენ, მაშინ მაგრად აკეთებენ. კაი. და აი უკვე ყოფითი და ინსტრუმენტთან მიახლოებულ დიზაინებში ცოტათი უჭირთ. მე ხა ამ დანაში რაღაცა ხაზებს ხედავ
რამოდენიმე დიზაინერისგან და არ დავიწყებ ამაზე ლაპარაკს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რეზაკია ეს დანა, ანუ ირი ეს ოდნავ დაბლა რო იყოს, ვიტყოდი რომ უკვე ცოტა სამზარეულოსკენ მიდის მეთქი რა, მაგრამ კლიპს აი დარწმუნებული ვარ, აბა შენ გაცვია ჯინსი რა და მოდი ერთ წამით სინჯა. შრა? ხო, მე მგონია რომ ძალიან კარგად უნდა წავიდეს, აბა ნახოთ. ძალიან. ბატონო, ესე იგი ხო რა, ანუ კლიპსა მაგრად აქვს. ძალიან კარგად აქვს აი ეს ეგრეთ წოდებული პარაკორდის ადგილი დატოვებული. მომწონს რა, რომ ანუ არ გჭირდება რაღაცა ძალიან დამიზნებები და ასე შემდეგ და კლიპსა აქვს ორმხრივი. კაი მიხეილ, ბევრიდან აქვს გასახსნელი. ხო, მოკლედ, ესე იგი ტელსონი დაახლოებით სავარაუდოდ ამდანის ფასი 800 ლარზე მეტი არ იქნება, მე ესე ვფიქრობ. მე მგონი ცოტათი მეტია. ხო, 800-ის მიდამოიჭრა. 900-ის ზევით ნახდათ არ იქნება იმ 390 ტიტანი და ცირკონიუმი, რავი, ზმაო, ეხა კი ბატონო. ეგ მარტო ჩინელებს შეუძლიათ. შემდეგი? შემდეგი. მოდი ისევ კეტვოს განახებ და მე მგონია რომ მოგეწონება ეს მეტად. დიზაინერის ყოლია, ამას შეიძლება შენ იცოდე კიდევაც. მაგას არ აწერია დიზაინერი. ამას არ აწერია დიზაინერი. აბა წაიკითხე. ამას არ აწერია. კი ბატონო, ეს მოდელი მე ვიცოდი, მაგრამ ეს ბატონი არის ინდოელი. ეს დიზაინერი ვიცი. ეს დიზაინერი ვიცი, იმიტომ რომ Instagram-ზე ყავს ნანახი და ეს მოდელი რომ ნახე, ძალიან მაგარი მოდელია მე. ხო, და მაშინ საუბრობდით ჩვენ სანამ ჩამოვიდოდა ამ მოდელზე Yakuza და აი ეს უკვე ეტყობა რომ დიზაინერის ნამუში სული და გული დევს რა. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ backspacer-შიც სინკევიჩის backspacer-ების გავლენას ვგრძნობ, იმიტომ რომ ამ ტიპის backspacer-ები რა, ნუ ახლა იმ კაცმა მაქსიმალურად გააპოპულარულა, შეიძლება თვითონ სულ არ გამოუგონია, მაგრამ ძალიან მაგარი დიზაინია რა. ანუ ასევე მომსგავსებ დემ დიზაინ რო არის. მაგათ მოდელებსაც ჯინს კონკრეტულად, მაგრამ არ ვიცი, ძალიან მაგარი რამეა. ერთი წამი აი ეს მაინტერესებს ფრონტ ფლიპერად. შეიძლება ანუ სამბი გვაქვს და ესეც გვაქვს. კი ბატონო. მე ეს მეგონა რომ ბუტაფორია იყო და თურმე სრული გახსნა არის რა. მაგარი კარბონია. ერთ ვიტყვი რომ აი იმას რაზეც ვიძახდით ეხან რა, ახლა არ არის უბრალოდ ეს კომპანიები რა, უბრალოდ რომ ეშტამპავენ და როგორც მე მქონდა ბავშვობაში რა ჩინეთთან ჩამოდის იაფიანი და რიჩარდუსაც მთელი ცხოვრება აქვს გავლილი, უამრავი გამოწვევა გადალახა და ძალიან ბევრი შრომა ჭირდება რომ ესეთი საწარმო გამართო. აი ესეთი რაღაცები რო შექმნა ძალიან ბევრი შრომა ჭირდება. ამ ინდოელ კაცსაც ძალიან ბევრი აქვს ნაშრომი და საბოლოო ჯამში ძალიან ღირებული არის ეს ნივთი და ის ჩემთვის უსამართლობა არის რომ აი ჩინური დანა არის და ისე მე არ ვიცი რაღაც მომენტში 1-2 სიტყვით ვთქვათ რა, რომ აი წარმოებაში ყველაზე ესეთი დიდი თანხები მართლა მიდის ამ დანადგარებზე და ამ დანადგარების შეძენაზე. და უნდა ვთქვათ რაღაც პერიოდში, რომ როგორ ვთქვათ, იცი, ვთქვათ, კარგ საწარმოში რა და რა დანადგარები უნდა იყოს და ერთი ვიდეო მე ჩავწეროთ ხო, მაგაზე რომ რაღაც სამოყვარულო დონეზე გავაგებინოთ იგივე CNC, ამ CNC-ებში არის რაღაცა შეიძლება და არსენასდანაც მაქვს, არსენასთანაც ვარ ნაუყოფი და ისიც შემიძლია ვთქვა, რომ აი სულ მცირე რა არის საჭირო, როგორი დანის შესაქმნა და დანარჩენი კიდე რაც მეტი უკეთესი. ეს ძალიან მაგარი მოდელი არის და რა ვიცი. ოჩახ. ჩააბრუნე. ოჩახ ამ მოდელს თან Yakuza რა, ესეთი ბატონის სახელი რა, მომწონს Yakuza. так. Yakuza მომეწონა. ეს ყუთიც უკვე მიყვარს, აი ნახე, უკვე აი ეს მაგნიტები როგორც კი აქვს, ყუთს უფრო სოლიდური ისა აქვს რა ჩემში რა. ეგეც უნდა ითქვას, ბევრად უფრო პატივისცემით სხვა რა დავარქვა ამას, ანუ მომხმარებლების მიმართ პატივისცემით არიან განწყობილები, ვიდრე ის რაღაცა უბრალოდ ყუთებში რო ყიდება. კი ბატონო. ბატონო. ეს როგორ გამიხარდა, იცი მეგონა რომ აღარ გვექნებოდა. უბრალოდ შემედგა, კი. კი ბატონო. ახსენდან. აი სუთავიდან არ ვიცოდი ეს რო ქონდა. ხო. ამ დანას და რომ ნახე ეს დანა. აბა, დაგიჭირეთ. აცა. საიდან? აი ეს რა, ეგ ვიზავ რა. ცოტა ქვემ. აქვს. და. ბატონო. ხო და წინასა ახალწლოდ
ერთმა გოგონამ შეიძინა შენთან რა და მანამ ყურადღება კი არ მქონდა ამაზე რა მიქცეული რა რომ ანუ აი ეს როგორ ტრიალებს მანახე აბა მინდა მაშინ ფიქრთა ხო დეტენზე არის კი ბატონო და აი ესეთი ჯადოქრობებით უცბად ესეთი პატარა საყვარელი დანუკა იჩითება რომელიც იდეაში აქსესუარი არის რავი რა ქვია მას ბროშკა კი არა გულსაკიდი დიდი სიამოვნებით ესე რა მარიაჟულად საფხურში ჩამოვიკიდებდი ესე კაი მოაზაფხულიც მე ბათუმში პლაჟზე დასაგრული მაგრად გაასწორებს რა ეს უნდა ვიყიდო ერთი სწორი უიჩვე რა ქვია მოდელს ბიტლ ხო ხოჭვარი აღდი ხოჭვარი და ტიტანი არის ჩემ ბოთლსაც გახსნის ეს კი მაგრამ ხა უეჭველითან უეჭველი ალადეს რავი ჩინელებმა პირველ რიგში მოახერხეს ის რომ სახელმწიფო დაუდგა გვერდში დაეხმარა ამ კომპანიებს დანადგარები გაეკეთებინათ მე ბევრი წლები ისწავლეს ესე ხო არ მოსულადო რეალურად 80-იანების ბოლოს დაიწყეს 40 წელზე მეტია და ძალიან ბევრი შრომადებს რა მივიდნენ საოცარ შედეგამდე რა თავიდან აბა გააკეთონ ახლა მასიურად ამერიკაში რა დაუჯდებათ ხომა გააკეთონ წაიღე так შემდეგი კაი მოდი ამასაც განახებ და მე მძიმე არტილერიაზე გადავიდეთ აბა გამოვში კაი აჰა ესეც ხო ესეც კი ბატონო ციკადაა ეს ციკადა ეს გადააგდევაში კი ბატონო მეტია ახლა აი და პატი აკაც ნუ აი სოლიდურია რა ხა ეს ყველაფერი რა ვითომ გულს უხარია რა და ციკადა რომ გამოვიდა YouTube-ზე იყო მოკლედ აი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომელი სად გადაიღებდა და ვიღაცა ძუძუებიან გოგოსთან ერთად დადებდა ვიღაცა მაგარ ლამბორჯინისთან და მელისამ გადაიღო ხო ესა ერთი წუთი მოკლედ ეს არის ტიტანის ინტეგრალი შემოკარგებო არაფერი ნაკლატკები არ არის აი კარგად დააკვირდით ერთი მთლიანი ნაჭერი ტიტანის ესეთ პატარა ზომაში და აი ამ ეს ჩამკეტი ბევრნაირი სახელით არის რა ფოქსსაც აქვს ესეთი ჩამკეტი და მე მგონი სატურნ ლოქს ეძახიან თუ რაღაცას მაგრამ ნუ იდეაში გრავიტაციული ჩამკეტი არის ჩემი აზრით ჩვეულებრივი რა ანუ და ძალიან კაი მექანიკა გვაქვს აქაც ესეც ხო მაგრამ ეს ნამეტანი დიდი არ იქნება ზაფხულში იცი რას მახსენებს მუმია გახსოვს კი ხოჭოები რო გამოდიან ხოლმე იქიდან ეს ამხელა ხოჭოები ზუსტად მაგას მახსენებს კი ბატონო მოგწონს და თან ანუ ფუნქციურადად ისეთი რაღაცაა რა ვიცი ლამაზ მარიაჟი რაღაცა გაჭრი გამოჭრი თავის საქმეს გააკეთებს ეხლა ამის კალვასი არ უნდა დაჭრა კაი აი ინტეგრალის მომენტ ესო ინტეგრალი არ იყოს ესე დიდად არა იმიტომ ახლა მსგავსები ბესტექსაც აქვს კუკუ რაღაცე მაგრამ ეს ინტეგრალი უკვე სხვა დონეა რა ძალიან კაია შემდეგი შევედით ეშხში გადავიდე მძიმე არტილერიაზე აი დავცხოთ ზარბაზნები დავცხოთ ავტაჟი ვერ ვარჩიო კონცეპტ სუმინი კორვიდი აქვე ესეთი ამაზი ბონკებით მაგანაც რაღაცა დიდი ისტორია შეუყარა საფუძველი იმიტომ რომ ესეც ცივიარაღი არ არის მეგობრებო მაგრამ აი ამ ეს შეიძლება ცივიარაღი იყოს ამაზე კი გაქვს დასკვნა ამაზე ხო არა მაგაზე შეიძლება ბოროტა გაბრაზებული ბატონი ანზორი პირობითად და დაწეროს ამაზე რომ არ ცივიარაღი სხვათა შორის ბატონო ანზორი არქნათეკ დარწმუნებული რომ მსგავსი თანების გამო ბევრი არის დაჯერმებულის და ციხეში ნაჟდომიც ჩემი აზრით და მაგიტომ იყო რომ 2019-ში მე შეცვალეს მეთოდოლოგია კანონი არ შეუცვლიათ იმიტომ რომ ეთყობა მივიდა უკვე ზემოთ რომ რაღაცა ძალიან სისულელეები ხდებოდა და უბრალოდ გადაწყვეტეს რომ მოდი სხვანაირად შევაფასოთ კანონი არ შეუცვლიათ კი ბატონო კაი ხო აქვე რა იგზავ თქვა რა ერთი ორი სიტყვა რა ამ კომპანიამ შეძლო შეუძლებელი ერთი თვალსაზრისით რომ ბრენდი რომელიც აი იმიტომ გახდა სუპერ ბრენდი რომ made in USA იყო და ყველაფერი USA-ში ქონდა და ეს ბრენდი დაარწმუნა რომ
თავიანთ ქარხანაში გაეკეთებინათ მაიკროტეკის დანებს. პირველად გააკეთა მაიკროტეკმა ჩინეთში ვიღაცას და ნდობა აზე ხარ, просто როგორ უნდა ინდორო, რამხელა რეპუტაციული რისკი გააკეთა მარფიონემ. კი ბატონო, გადავიდეთ რაიგზე, ბევრ შეიძლება გეცნობოდეთ ეს ლოგო უკვე, მაიკროტეკის ანაქსი, მატრიქსი და სოკომბრავოები კეთდება კიდევ და როგორც წავიკითხე, მე მგონი კაიროცის პასტებიც. და ზედ დარტყმული აქვს მაიკროტეკის ლოგოსთან ერთად აიღეს ლოგო, რომ რიჩარდ ვუმ აი ეს შეძლო რომ მაიკროტეკის დანების დამზადება დაიწყო. გადავიდეთ. ესეც იცი მიხეილ. ლამელა. ლამელა. ეს არის ჩემი სუპერ მე ვიდეოც მაქვს ამაზე ჩაწერილი, ავიც. ელეთმელეთები მაქვს. просто ერთი ამას დიზაინერი არ ყავს, ეს просто რა იცის. ხარაწერია. ნუ მოკლედ არა ამას ყავს დიზაინერი და მე მგონი უბრალოდ ნაყიდი აქვს რაიქს და ჯერჯერობით არ იძახიან ამ დიზაინერის გვარს და საბჭოთა სივრციდან არის ეგ დიზაინერი просто არ მინდა ვთქვა რომ მე შეცდომა არ გამომივიდეს. ესე იგი ინტეგრალია. ნუ როგორი სპარსული ფორმები აქვს და რა მაგარი ჩოილი რო ანუ ხელში რეალურად სუპერ კომფორტული, სუპერ ერგონომიული არის. დარწმუნებული ვარ ძალიან კარგადაც ჭრის. ეს ფლიპი ზევიდან. მოდი. წინა ვიდეოში აჩვენე რომ იხსნება შუაზე. კი, ვაჩვენე, ოღონდ კარგად არ გამომევიდა და კიდევ ვაჩვენოთ. გავჭედი მე მგონი, აბა თუ დააკვირდებით მეგობრებო, არანაირი ვინდი და არანაირი ღერძი არ აქვს დანას და ესეთი საოცარი ნამუშევარი არის იმის ხარჯზე, რომ გეგონება ერთი მთლიანი არის, სინამდვილეში დანა არის საიდან? მოიცა ესა ხო? კი, ესა და მეგობრებო, აი ესე იხსნება დანა შუაზე. საოცარი სირთულის ნამუშევარი არის ჩემი აზრით და საოცარი ნუ აი CNC-ს გამოყენება ისე უნდა იცოდე რომ ძალიან მაგრად, ძალიან ზუსტად თავის ნახაზებით და ყველაფრით რომ მე აი ესე მოარგო. მილიმეტრზეც აღარ არის, მანდარი მიკრონებზე საუბარი რომ ისე ჩაჯდეს რომ და ლუფტი არა აქვს. დანა ერთი მთლიანი ხმა რო გააქანო არაფერი არ ისმის. თუ არ გახსნი ვერ მიხვდები რომ ეს შეერთების ადგილია და არა უბრალოდ რაღაცა ფრეზირების ზოლე. საოცარი. თუ არ გახსნი ვერ მიხვდები. ლამელა ძალიან მიყვარს და აი ვიცი, ელეგანტურობის ისეთი აი ძალიან ისე ლამაზი ქალს შევადარებდი, ნამდვილად ისეთი ნატიფი რამე არის რა და აი ვიცი. მოკლედ. აბა ჩემი დავითი, ეხლა მე მასწავლეთ ჩემ დავითს, მოკლედ. კაი. ლამელა. так. მივდივართ ნენელა მიხეილ და ეხლა მე მოვიტან აი ამას. ამას დიდი ხანი ველოდებოდი მე პირადად და მაინტერესებდა ეს მოდელი და აბა შენი აზრი მითხარი ამ მოდელზე? დამაინტრიგე. არც შემხვედრია საქართველოში სიმართლე გითხრა. აჰა, აი დავიწყოთ ერთი წუთი. ნუ ეს Lion 4. კალამი. არა. კალმებიც მოყვება ხოლმე არის ვერსიები, მაგრამ რაღაცა მოყვა ტაქტიკური მოდი ამით დავიწყოთ რა. მიდი. იმიტომ რომ უკვე ისეთი უცხო რაღაცა უიდედა. აბა. ნუ ფრაიბარია ალბათ თავისი. ფრაიბარია არის. თავისი. ჩუჟოის იმით, აქვია, გამოსახულებით Protect Tools B აწერია, გასახსნელი. კი ბატონო. კლიპსა. ამის თვალსაზრისით. შუშის შესამყრევი. კი ბატონო. რომელიც ვოლფრამის კარბიდი იქნება სავარაუდოდ. და წიმნაჩნია ატვესტიე. კი ბატონო. არაკორდი. ეს ძალიან ეგეთი რამე მე არ მენახა. ძალიან მაგარი აქსესუარი არის. ძალიან მსგავსი პასტებიც მქონია ხოლმე რაიკის. და კი, მაგრამ აი რა თქმა უნდა, დანას რომ მოყვებოდეს, ნუ იშვიათად რა. ეგეთი რამე და ბატონო. რაიკმა ამ მოდელებით გაითქვა სახელი. უცხოებით, რა თქმა უნდა. Lion. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ Lion, თან ეს კიდე გადაპრანჭული Lion 4 დამასტილი არის და არ უწერია რომელი ის არის დამასტილი. სახელი? ხო. არა, დამასტილის სახელი არ წერია.
ხო და ამას სტილის სახელი არ წერია, მაგრამ ნუ იდეაში მარტივად შეიძლება ამის გაგება, რომელიც გავერთეთ ბოდიში. ხო, ნუ აი რაღაცა ფრეზირების პიკი არის რა ეს რა, ანუ ეს ხო ნახდად ინტეგრალია, არაფერი არ არის. აი ავიცი რა, უშენ შემოგეორ, ნუ ძალიან ლამაზია. ამაზე უკვე თამამად შეიძლება თქვას, რომ ესეთებს სხვა არავინ არ აკეთებს. და თუ არავინ არ აკეთებს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ვერავინ არ აკეთებს ალბათ. ხო, ალბათ რა. ხო, ალბათ. კი, აი რაღაცა მსგავსი ტიპაჟები გვინახავს, მსგავსი, მაგრამ სულ აქ ხომე, აი ნოკს მაგალითად რა, თუნდაც რა, ხო, აქ ესეთი უცნაური დანები, მაგრამ ესეთი დახვეწილობა და ესეთი იდეალურობა და აი ესეთი რომ გეგონება მართლა ხერხემალას ეხები იმისას რაღაცა, არ ვიცი, მართლა უცხო პლანეტელი მიჭირავს ხელში. ალბათო. და ეს ერთად ორივე, აუცარი საჩუქარია. დამაგრები არის. ეხლა ეს იაფი ნამდვილად არ ეღირება, მაგრამ ეს რო იყოს ამერიკული, ეღირებოდა უკვე ასტრონომიული რაღაცა, საოცარი თანხა საერთოდ. ეს რომ მარფიონემ გააკეთოს. ხო, ნუ რა სიძახი, მარტო კალამს დაადებს $8000. კაი. გადადე. ბრავო, ანუ მართლა ძალიან დიდი მიღწევა. როგორი განყოფა მოგიწყე მიხეილი? ხო რა. რთული გადასაწყვეტი არის. იდეაში ორივესთან ქონია შეხება შენ. ერთი მე მქონა კოლექციაში და კაიხანი მე აღარ იშოვებოდა. მე მგონი და მე ვიშოვნე, კაი, მაშინ თუ მიხდი ეგ იყოს. ჰამინგბერდია? არა, ჰამინგბერდი ბევრი აქვს. ხო. ორი. აი, რომ მეტო. იბატონო. ჩემი აზრით, მე ამით გავიცანი საერთოდ რაიკი. ერთ-ერთი პირველი დანა იყო რაიკის, რაც მქონდა ეს და კოლექციაში მქონდა, მე შეველია რაღაც გარკვეული მიზეზების გამო სულგული მწყდებოდა. საერთოდ იმედია ვისთანაც შეველია ორჯერ მაქვს ჩამოტანილი და ძვირები ღირდა მაშინ რა. ეხლა გაიაფთა მეგობრებო და იმედია სწორად გამიგებთ. მაშინ არის შევიდა. იბატონო, ჯოულებრივი. თემა არის. მაშინ არის შევიდა ერთი ევროპაში ვიპოვე რაღაცას ერთ მაღაზიაში. მახსოვს ეგ პერიოდი, როდესაც ნაივცენზე სულ სოლდაუთი ეწერა. არ იყო საერთოდ და ეხლა რა ხდება აქ. ესე იგი, ესეც ინტეგრალი არის, ესეც რაღაცა არანორმალური ფრეზირება არის. ეს არის ინტეგრალი თუ არის ჩემი აზრით. ეს უკვე არის თან რო ფუნქციური არის. არ ვიცი, თუ გაქვს რა კაც მაგის საშუალება, რომ მისცე თავს უფლება, რომ ეს იხმარო. რა სიტყვა. ძალიან მაგარი დანაც არის. უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ისე გადავხედდა ის კაცი, რიჩარდი, რომ განააგ მარტო აქ დაიწყო ფრეზირება. M390 ვის გინახავთ ესეთი ფრეზირები? ნუ რაღაცა ძალიან რთული საკითხი არის, მაგის გაკეთება ნამდვილად. ჩამოატრიალე ერთი ფრეიმი, ნახე, გეგონება რაღაც ხერხემალი არის და რო უყურებს რაღაც მეჩვენები ხოლმე რომ მოძრაობს. ისეთი ფორმები აქვს. ხო, ნუ ძალიან მაგარია. ერთ სვიტყვი კიდე. აი, უბრალოდ ტიპი იმდენად ჩაიციკლა, რომ აი რაღაც ერთი ზედმეტი დეტალი არ ქონოდა, ერთი ზედმეტი დეტალი და დიზაინი რო არ დაერღვია, აი აქ. აი ეს გამაჩერებელი. ამის პირის რომ უბრალოდ არ გაეხურდა და ვინტი რო არ გაეკეთებინა, ეგეც შიგნიდან გამოფრეზა. ნუ არ ვიცი, შემიძლია ძალიან რთული დაღოლებას გაართვა თავი. მაგას არ დაუკვირები ვარ, მადლობა რომ შიგნიდან გამოიყვანა ეგეც. მართლა ძალიან მაგარი რაღაცა. ხო, ნუ ეს უნდა იყო იდეალისტი, რომ ადამიანმა ესეთ ნიუანსებს კი არც ეს არის დიდი რაოდენობით არის წარმოება, მაგრამ მაინც სერიული დანები არის, ეს არ არის 3 ცალი და 5 ცალი და ძალიან რთულია, რომ ესეთი სიზუსტე სერიაში მოახერხო ადამიანს. ეს დანა რო აღარ გამოდიოდა, მე ნუ მაშინ ჩავთვალე, რომ უბრალოდ არაკომერციული იყო ამ დანის გაკეთება, თავის სირთულიდან გამომდინარე და უბრალოდ განაცხადი იყო რაიკის, რომ აი ნახეთ რა შემიძლია და როგორ დანების კეთება შემიძლია და მე გააჩერა, მაგრამ ეხლა კიდევ გამოუშვა. კი ბატონო. ნუ წინ მიდის ალბათ თვითონაც და შეძლო გამოუშვა და გამოუშვა რა. მე ვფიქრობ, რომ როგორც რიქსს, ისევე რაიქს ორივეს დიდი სტიმული მისცა იმან, რომ ბევრი custom knife maker-ი მათ უკვე თავს დანების გაკეთებას, ეს რა თქმა უნდა შემოსავლებზე აისახება, ანუ გაეზარდათ შემოსავლები და უფრო მეტი ფუფუნებას აძლევენ თავის თავს, რა თორე. ეხლა აი
ესეთ რაღაცებს დარწმუნებული ვარ, იმას არ გაუკეთებს, რა ქვია, სხვას. კი ბატონო. უსაუცარიდან არის, ვისაც გაქვთ საშუალება, მიაქციეთ ყურადღება ამ მოდელს, ნამდვილად საკოლექციონივი არის. მე მგონია, რომ შეიძლება ხვალზე აღარ იყოს ეს, ძალიან რთული დანები არის. ხო, არა, რა, კლიპსაზე დააკვირდი, კლიპსაზეც როგორ აქვს ეს ნაწილი. მაინც კლიპსა საიდან აქვს გაკეთებული? აი აქედან აქვს დაჭერილი მე აწყობილი. ამ ნასურეთიდან, იქიდან ამოღებული. Короче, რა, ვისიდანო ვის ჯანგალშია, ძალიან რთული გასაგები არის. ოჩახ. კაი, გადადაგები. და ერთი წამი მინდა აი რაღაცას გავუსვა ხაზი. შეხედეთ, ეხა აი ამ შემთხვევაში მასალები არის თითქმის იდენტური ტიტანი M390, M390, აქ დაჟე ცირკონიუმის ჩანართი არის, ანუ მასალით გამოდის რომ უფრო ძვირია, მაგრამ დანა ქვედა არის ბევრად მაღალი კლასი და ბევრად უფრო ძვირი. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, რას ნიშნავს დამუშავება, დიზაინი და კონსტრუქციული სირთულე. აი მაგას დავამატე იმაში, რომ აქ რომ მოდიან ხოლმე კითხულობენ, რომ აი ეს ფასი რატო ღირს, რა განსხვავებული მასალა აქვს თუ რა არის. მასალები თითქმის ერთი აქვს უმეტესობას, ალბათ 1000 ლარს ზემოთ სულ მცირე. 1000 ლარს ზემოთ სულ ყველას ერთი აქვს. დანარჩენი სირთულიდან გამომდინარე, დიზაინიდან გამომდინარე და ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, იცვლება ფასები. აბა ჩვენი დღეისათვის საფინალო სტუმარი ეს მოდელიც ციმიხელ და ეს მაგარი მოდელი არის. ეს არის მართლა რა ქვია ინტერსტელარი რა იმენა. ჩემი აზრით ელონ მასკი უნდა აყოლებდეს თავის Cybertruck-ს ამ დანებს. ანუ ძალიან მაგარია რა. უხში გენაც აი ეს როგორ მომწონს ბიჭო რა. აი რა ლამაზი რამეა და სანამ მივალთ მაგ ფიშკამდე რაც აქვს და როგორც აქვს ერთი ინტერესებს. აი როგორაა წყობილი? არა, შიგნით რაღაცეები რო აწერია. რაო ორ ბიჭო ვერ დავიკითხე. Forest Stilo. კაი. მე განახეთ მაგას. ძალიან საინტერესო შესასწავლიდანაა რა, ესე იგი Cybertruck არის ეს მოდელი, M390 არის, აქაც ტიტანი არის. არაფერი ისეთი რა ქვია, დღეს უკვე მაგით ვერავის ვერ ვაკვირვებთ, მაგრამ აი ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს თო. აბა თავარი დაშლა აწყობა ეხლა რა ბატონო. დაშლა აწყობა აქაც ვიტყოდი რომ ბატონი რიშარდი ისე გადავხედა რომ აქ საერთოდ არც ერთი ვინტი არ აჩანს. და ესეთი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ. აი აქ ტიტანის ეგრეთ წოდებული backspacer-ი სპირალისებურად აქვს გამოფრეზილი, აი ესე წვრილად და ზამბარისებურად მუშაობს უკვე და აი მას რო ამოაწვევი, აი ესე ზამბარისებურად და ეს ამოვარდება და დანაიშლება ეგრე. არც ერთი ვინტი არ აქვს, არც სასწაულად არის დანაწყობილი. ძალიან მაგარი ნამუშევარი არის და ძალიან დასაფასებელია მიხეილ. ხო რა, ანუ პირის ფორმატს, ანუ მართლა იმიტომ აქვს რა შერჩეული, რომ მე ვფიქრობ, რომ ერთი წავი. მე ვფიქრობ, რომ ანუ რაღაცა ტესლას მანქანას ეგ შეიძლება ყავს კიდევაც და ჩვენ არ ვიცით და არ ვიცი რა, ილონ ძმა ეს დანები ჩადე მანქანაში. ძალიან მაგარი. 0556 იცი რა მოდელია? 556 როგორ არ ვიცი. რომელია? გახსენე. რომელია? პატარა. რა პატარა? არა. მოიცადე, გეტყვი ახლა. მიდი მითხარი. 0556. ავტო მიკარტაა ტარზე? არა. ავტომატია? ეგ არის, მიკარტიანიც არსებობს ეგ. დოდნია. თალკე ვიდეოს ჩაწერა და კი ტიტანი. გამოუშვი, ვიცი. ხოდა მე გამიხადა სიმართლე გითხრათ ძალიან ეს მოდელი. სულ რაღაცა განცდა მქონდა რომ ზეროებს არ ეკუთვნით რაღაცა თითქოს რაღაც პოზიციებს თმობდნენ და რაღაცა ახალ სიცოცხლეს ხედავ რომ რაღაცა სიახლეს შეიტანეს. ზერო ძალიან მიყვარს რა. კი და რაღაც სიახლეს ხედავ რომ შეიტანეს. EDC მაგაზეც ვიტყვი რა, ზეროს დაერხა იმ მომენტში, როდესაც EDC კულტურა წამოვიდა ზევით და პატარა დანები და ასე შემდეგ და გაუჭირდა უცბად ასე ვთქვათ ეხის ატყობა. გაართმევს კონკურენციას თავს და გამოიწვევს. ეს არის 70 გრამზე ნახდათ არ არის რა. მაგარიდანა გააკეთეს. ზედა რა ვიწრო კი არა და რა ქვია ამას წვრილი პირი აქვს. და ტიტანზე ვინ აკეთებს ავტომატურებს მიხეილ? ძალიან იშვიათი არის. აი სტრაიდერი ავტომატურებს ტიტანზე. სტრაიდერი. ძალიან იშვიათი ბორკა კასტომი.
ალბათ. კი ბატონო, აქაც სტიჩია, კასტომი. და კასტომებში იქნება ხო პროტექშენს და მაიკრო. კასტომებში თორე ესე სუფთა ამერიკული მაგნაკატზე ხო, უბრალოდ აი ცოტა დიზაინებზე რაც ზეტემ დაიწყო რომ ვითომ სუთავის დიზაინებს აკეთებენ რა და ახალ დიზაინერებთან არ თანამშრომლობენ. ეხლა აი ამ დანაში მინიმუმ 4 დიზაინერის ერთობლიობა არის რა. აი ახლა ახალს ხო ვერ ამოიგონებენ, სულ ყველა რაღაცას გავს. არის აქ იმიდან ტოდ რექსფორდიდან და სინკევიჩიდან აღებული. ხო ახლა. ხო, არა, ნუ აქ რა და აწი რავი გააკეთებ, მაგარი, აუ ძალიან გაასწორა. კი, კლიპსა როგორი აქვს? აი კლიპს ანახირა პატარა.უდახვეწილესი და deep carry რასაც ქვია, რომ ანუ თლიანა, აი ეს არის deep carry, ის არა აქედან რო იწყება ხოლმე და ოდნავ მაინც რო ჩანს რა. მაგნაკატი, რა ვიცი, კარგად გაკეთებული ფალში, აი ესეც ჩოილიც სტილობის გულისთვის არ არის, მართლა ჩოილი არის, ეს არის ძმაო იდეალური იდისი. ერთი ხავა, ერთი ხელას და აჰა. კაი, კაიდან არის მოკლედ. ამით დავამთავროთ მიხეილ. კი ბატონო. დღევანდელი განყოფის ვიდეო. მაგნაკუტი დავამთავრო. მაგნაკუტით დავამთავროთ. თქვი ორი სიტყვა მაგნაკატიდან. ბოლო-ბოლო რამე ქენი ვაფშე შეეხე ტესტში რამე. ტესტში არა, ჯერ არა. მაგამდე მივალ ისევ დავქოქავ სასწორს და თოქსაც ისევ დავახვევ. და მაგიც იქნება და გავტესტავ მაგნაკატს მაინტერესებს, თუმცა ნუ სათქმელი ბევრი არის მოიგონა გურუ დღევანდელობის. კი. და აბა ვის წინაშეც მე პირადად ვალში ვგზნობ თავს, რომ აი თუ რამე რაღაცა გვასწავლო, შეგიძლია შეხვიდე და წაიკითხო და ისწავლო და შექმნა ადამიანმა ესეთი ფოლადი, რომ კრისრივი და სხვა უამრავი გადავიდნენ მაგნაკატებზე. ხო და ასე რომ ფოლადებზე რო გთხოვთ რაღაცებს, რავი რა, ლარიმტომაზე კარგად, ჩვენ რა უნდა ვილაპარაკოთ რა და ცოტა რავი რა. აი, ნუ ის შეიძლება რა, თქვათ, აი რომ მოდიან და კითხულობენ ყველაზე მაგარი ფოლადი რომელია, აი ეგეთ დონეზე შეიძლება დავიწყოთ ნელა საუბარი, თქვათ, რომ ყველა ეგეც არასწორი ფორმულირებაა კითხვის. ეს მაგნაკატი სხვათა შორის 60 როკოზე ნაწერთობი ისეთი მაგარი ვეღარ არის, როგორც 63, 64-ზე და ხო. მაგასაც მომეწონა ეს და აი რაღაცნაირად ეს აი რავი, აი მთელი ვიდეო იმაზე გვინდოდა რა ლაპარაკი რომ რაღაცა ჩინეთი ტრალივალი, მაგრამ ამერიკა მაინც ისე ახალები არის. კი. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, კიდე ერთხელ ვიძახი რომ ჩვენი სტიმული ეგ არის, ჩვენ არ გვაქვს აქ რაღაცა სხვა ვერთობით, ვცდილობთ რომ რაღაცა სიახლეებით თქვენც გაგიზიაროთ. თუ რამე რაღაცა იყო თუ თვითონ რეკლამის თემა ხო და არა ვთქვა თუ კომპანიებიო ხო კითხვა იყო რომ ანუ რომელი გადამზიდით რეკლამას მართლა ვერ გაუწევთ ვერავის გადამზიდი არის მილიონი Google-ში ჩაწერეთ დანების ჩამოტანაზე შეზღუდვები არ არის მეგობრებო ერთადერთი ხმალზე შემექნა პრობლემები ხმალი იარაღი ყოფილა და თავდაცვის სამინისტროს ნებართვა დაგჭირდებათ ხმალზე და დანები შეიძლება ჩამოვიდა ორი სიტყვით სხვა იმ შეკითხვაზე თუ შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ შემდეგზე ძალიან გაგვიძლია. კი ბატონო, ძალიან არ გაგგვიგზელდეს, აბა მომავალ ვიდეოებამდე გამოვიწეროთ. აბა მომავალ ვიდეოებამდე.